მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს ძვირფას სტუმარს, ანასტასია გეგიას, რომელიც არის გეშტალტ ფსიქოთერაპევტი და Everyways დამფუძნებელი, რომელიც არის ფსიქოშემეცნებითი ივენთებით გაჯერებული. ტასო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დათმობილი დროისათვის, იმისთვის რომ აქ ხარ ეხა. მინდა დღეს ვისაუბროთ კარგი გოგოს კომპლექსზე, მათ შორის კარგი ბიჭის კომპლექსზეც, მაგრამ რახან გოგოები ვართ შესაბამისად გოგოებზე, მაგრამ ბიჭებმა თქვენ თავზეც მოირგეთ, მე მგონი ტასო დამეთანხმება, გარკვეული და ამას შინაარსებში შემდეგ უკვე ჩავშლით. და ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოდი დავიწყოთ პირდაპირ. როცა სიტყვათა შეთანხმება, კარგი გოგო გვესმის. თითქოს ერთგვარად რაღაც საყვარელი და უწყინარი ფრაზაა, მაგრამ შეიძლება სწორედ ამ სიტყვათა შეთანხმებამ ბევრ გოგოზე გარკვეული რაღაც დისკომფორტი ან რაღაცნაირი კვალიც უსიამოვნო კვალიც კი დატოვა. აი, რას ნიშნავს კარგი გოგოს სინდრომი ფსიქოთერაპიული ენით? და როგორ ყალიბდება ის ბავშვობაში? მადლობა საინტერესო კითხვა არის ლინდა. სანამ გიპასუხებ, მეც მივესალმები მაყურებელს. მადლობა შენ მოწვევისთვის და ყველას მადლობა, ვინც მოისმენთ ჩვენს პოდკასტს. ძალიან საინტერესო თემა არის, აქტუალურია, კითხვაც გადასარევია, როგორ ყალიბდება ეს ყველაფერი, ხო? ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფსიქოთერაპიაში დღეს რაც არის, ზოგადად რო დავიწყო საუბარი, არის შეფასებების გადამეტება. ადამიანის ცხოვრებაში ნამეტანი ბევრი დოზით ხდება მისი შეფასება ბავშვობიდან. რა ესეთი კულტურა გვაქვს სამწუხაროდ. და აღსანიშნავია, რომ ეს ამდენი გარედან წამოსული შეფასება ადამიანს აღარ უტოვებს სივრცეს, რომ მან განავითაროს საკუთარი აზრი თავის თავზე. ეს განსაკუთრებით ადვილად ხდება ბავშვობაში, იმიტომ რომ ბავშვი მაინც დამოკიდებულია გარე სამყაროზე, ჯანსაღად დამოკიდებული. რადგან ბავშვია, ხო? და ეხლა ბავშვობაში, როდესაც ბავშვს, ბიჭს ან გოგოს ესმის, რომ კარგია, იქვე ჩნდება აზრი, რომ ესე იგი შესაძლებელია, რომ იყოს ცუდი. ანუ ეს კარგი ცუდის შავ-თეთრი, ასე ვთქვათ, სივრცე უკვე წარმოქმნილია. და როდესაც იღებს ამ კომპლიმენტს, რომ კარგი გოგოა, ყოჩაღ, რა კარგი გოგო ხარ, ან რა კარგი ბიჭი ხარ, სასიამოვნოდ განიცდება, იმიტომ რომ ბავშვი მიჯაჭულია გარემოს, ხო? თავისი ბავშვური მიჯაჭვობა. ალბათ გააჩნიათ ან ხო ვინ ამბობს? კი, ამას ამბობს ხოლმე ახლო წრე, ხო, დედა, მამა, ოჯახის წევრები, არ ვიცი, მასწავლებლები და ასე შემდეგ. ზუსტად ის გარემო, ვიზეც მიჯაჭვულია. და შესაძლოა იგივე გარემო რაღაც სიტუაციაში ამბობდეს, რომ ცუდი გოგოა, ან ცუდი ბიჭია. ეს რეკომენდაცია ხა ფსიქოთერაპიაში დღეს რაც არის რომ შეფასების გარეშე საერთოდ არსებობა ძალიან ფილოსოფიური და მაღალი მდგომარეობაა, რომელიც ხა რთულია მოითხოვო მშობლისგან და ესეთ პატარა ბავშვთან უტოპია ალბათ, არ ვიცი. მეორე სხვა შესაძლებელია რომ ჩვენ ვაფასებდეთ საქციელს და არა ადამიანის პიროვნებას, იმიტომ რომ კარგი გოგო ეს არის აი პირდაპირ სიღრმისეულად მის პიროვნებაზე შეხება, როგორია. და კარგიც და ცუდიც. და თუ რაიმე საქციელია კარგი ან ცუდი, ეს ესე მტკივნეულად და ესე შთამბეჭდავად არ განიცდება ბავშვის მხრიდან და ამაშია გამოსავალი. და შემდეგ ახლა სინდრომი როგორც ყალიბდება არის ესე რომ როდესაც ვიზრდებით ამ გარემოში რაშიც ვართ, ეს მიჯაჭვულობა წახალისებულია ხოლმე გარემოს მხრიდან, იქაც ცალკე ამბებია რის გამო, თუმცა ასე ხდება, რომ წახალისებულია, მშობელს სიამოვნებს, რომ მის შეფასებაზე ესეთი რეაქცია, მერე კიდე უფრო კარგი გოგო ხდება ეს ბავშვი, ან უფრო კარგი ბიჭი, მერე კიდე შეაქებენ, მერე შევა სკოლის მასშტაბით აქებენ, მერე არ ვიცი რაიონის მასშტაბით აქებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის უკან თუ ესეთი მოწინავეა ბრჭყალებში ბავშვი, ხო? უკვე იმალება ფსიქოლოგიური შეფარული სიმპტომატიკა. იმიტომ რომ ბავშვობა წესით მოიცავს ასე ვთქვათ ცუდ გოგოობასაც. იქ ცელქობა არის, ანცობა არის, ბავშვი ასევე ტესტავს საზღვრებს და თუ მან არ გატესტა საზღვარი და ცუდად არ მოიქცა, ის ვერ სწავლობს ცუდი საქციელი რა არის. ანუ რაღაცა ტესტირებების ის მიმდინარეობს რა. და ზუსტად და ამას უხშობს ეს. აი, სად გადის ზღვარი ხანდახან, აი, გონია რომ თითქოს ემპათია, ოღონ გადამეტებული ემპათია, აი ამ ზღვარის გავლებაც კი ხშირ შემთხვევაში რთულია ხოლმე. და ვიკარგებით, კარგი გოგოები და კარგი ბიჭები, აი სად გადის ზღვარი გადამეტებულ ემპათიას შორის და იმ საკუთარ თავზე
არასთქმას შორის. ანუ საკუთარი სურვილები შეიძლება უკან გავწიოთ და ამ დროს ეს წინა პლანზე წამოვიდეს გადამეტებული ემპათია. აი, აქ როგორ შეიძლება ამის ფონზე ვიორიენტიროთ ჩვენ და გადავირჩინოთ ერთგვარად ჩვენი რეალური თავი, ანუ რეალური სურვილები, რეალური მინდა და ასე შემდეგ. იცი რა, არც ისე რთულია ეგ ამბავი, რო იცოდე შენ. ამისათვის კარგად უნდა ვიცოდეთ, რა შეიძლება უნდოდეს ადამიანს. და ძალიან ადვილი განსასაზღვრია, რა არის ნამდვილი სურვილი და ავთენტური და რა არის პირობითად რეაქციული, თავდაცვითი, გარედან თავს მოხვეული და ასე შემდეგ. თუ ამ ორს კარგად გავმიჯნავთ, მერე გამოირკვევა, რომ ეს ავთენტური სურვილები ძალიან დიდ შემთხვევაში კონფლიქტში არ მოდის ემპათიასთან, კონფლიქტში არ მოდის სხვა ადამიანთან ეკოლოგიურ ურთიერთობასთან. კი, კონფლიქტები, ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა წარმოიქმნება, მაგრამ ის რაღაცა უტოპიური, ფანტასტიკური შიშები როა, რომ ეს თუ გაუშვი ბავშვზე იტყვიან ხოლმე, ეს თუ გაუშვი, არ ვიცი, ბანდიტი გაიზრდება და თუ არ დასაჯე თავში აუვარდება და თუ რაღაც თავის ადგილი არ იცის ბავშვმა, ის ეგოისტი გაიზრდება. აი ესეთი ფრაზეოლოგია ხო ყველას მოგვისმენია? აქტიური. თავზე დაისვა მშობელმა და ამიტომ და ასე შემდეგ, ხო? და შიშია თითქოს, რომ ეს ბავშვი თუ არ მოჭიმე და არ დასაჯე და რაღაცნაირად არ აღზარდე თუ არ ვიცი რა გაუკეთე, ბანდიტი, რეციდივისტი, მკვლელი გაიზრდება რა, ესე ხედავენ. მიუღებელი და რეალურად კრიმინალი, ან საზოგადოებისთვის მიუღებელი, მოკლედ. კი. და რეალურად ავთენტური სურვილი არის მიბმული ძალიან ესეთ ბიოლოგიურ და სხეულებრივ განცდებთან. და მაგალითად ეს არ ვიცი ეხა ბულინგი არის აქტუალური, ხო? დაჩაგვრა მაგალითად შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ სურვილია და დაჩაგვრა სურვილი არ არის. ვერ იქნება სურვილი. დაჩაგვრა არის რეაქცია. თავდაცვითი რეაქცია, თავდასხმითი რეაქცია და ასე შემდეგ. შებრძოლების. ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად როცა შია ადამიანს, ხო? სხეულებრივად კმაყოფილდება. ანუ სხეულში არის მოცემული რეალობა, სადაც წამოვიდა შიმშილი, კი, ჭამა არის სურვილი, შევჭამე დავკმაყოფილდი. ან არ ვიცი, გამრავლების სურვილი და ასე ყველაფერი სხეულშია კოდირებული. და ეხლა მითხარი, რომელი ორგანო კმაყოფილდება იმით, უხეშად რო ვისაუბროთ, რომ მე ვიღაცა დავჩაგრე. გვაქვს ესეთი რაიმე აპარატი? არსად არ არის. არის. ხო? აი ეს არის განსაზღვრება და ამიტომ სურვილები არ არის დაღუპვა ადამიანის პირიქით. ჯანსაღი სურვილები განსაზღვრავს აი მაგ ემპათიას, ჯანსაღი ფორმით. ამის წინ რახან მე თან ქალთა მიმართ ძალადობისაკენ ძალადობა გამოვლი ქალებთანაც მუშაობ, ხშირად მქონია кейსები და მათ შორის მსჯელობაც იმაზე, რომ აი ქალებს ხშირად გვასწავლიან, რომ კარგი გოგოობა აპრიორი არის მორჩილება იმისთვის, რომ მაგალითად დავემორჩილოთ ოჯახის სურვილებს, მოთხოვნებს, ან სკოლაში შესაბამისი ავტორიტეტების სურვილებს და მოთხოვნებს, ან მორჩილებას გულისხმობს, ან კონფლიქტის თავიდან არიდებას თითქოს. აი რა არის ეს, რა კი, ახლა ჩვენი სოციუმი არა მხოლოდ ქართული სოფლიო მასშტაბით აგებული არის სხვადასხვა შიშებზე, ან ფსიქოლოგიის ენაზე რო ვთქვათ, ფობიებზე. და ერთ-ერთი გავრცელებული ფობია არის კონფლიქტის ფობია. ვაიმე კონფლიქტი. და კატასტროფიზაცია ხდება იმის, რომ შეიძლება კონფლიქტი იყოს ადამიანებს შორის. გოგოების მიმართ არის ხოლმე ბევრად მეტი გენდერული ნიშნით მოთხოვნა, რომ კონფლიქტი აირიდონ. რაღაც ესეთი კლიშეებია, რომ ეს არ არის ქალური, რომ ქალმა როგორ შეიძლება იკონფლიქტოს, ნუ კაცები თუ იჩხუბებენ, კიდე არ აუშავს. ესეთი სოციალური ნორმა არსებობს. მეორე მხრივ კონფლიქტი ცოცხალ ორგანიზმებს შორის, აი ამებასაც კი აქვს დარწმუნებული ვარ რაღაც კონფლიქტი რა შეუძლებელია რომ არ იყოს. ეს კონტაქტის ნაწილია ჩვეულებრივად ადამიანებს შორის. თუ განეწყობი წინასწარ ფობიით და შიშით კონფლიქტის მიმართ და ამ ფანტაზიასთან იქნები კონტაქტში კონფლიქტის დროს, რა თქმა უნდა, გამწვავდება ყველაფერი. მეორე მხრივ, აი ზუსტად ეგ არიდება, რომ აიმე არის კონფლიქტონ და ვაიმე იწევს იმას, რომ ბომბივით გროვდება ეს, მერე ფეთქდება და უყურებს სამყაროს, ხო? ომებშია გახვეული. ანუ ძალიან დიდ მასშტაბს იღებს ის, რასაც შეიკავებ. აი თუა შესაძლებელი რომ ადამიანი გარედან წარმატებული ძლიერი ჩანდეს, მაგრამ შიგნიდან სწორედ ამ კარგი გოგოს კომპლექსებით იყოს ხოლმე დატვირთული და ბევრ რაღაცაში მაინც ხელი ეშლებოდეს საზოგადოების
სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებში. თავისთავად მეტიც აი ესე ვთქვათ ზეწარმატებული ადამიანი რომელიც ცხოვრობს საქმისთვის მხოლოდ. ანუ ერთის მხრივ ჩვენ საქმე მოვიფიქრეთ იმისთვის რომ გვეცხოვრა, ხო? ჩანასახი ალბათ ეს არის ამ ამბის, რომ იმისათვის რომ პური ჭამო და ცოცხალი ვიყო, რომ მე გავაგრძელო კონტაქტი ჩემს საყვარელ ადამიანებთან თუ ბუნებასთან და ასე შემდეგ, ქვის ხანაზე ვამბობ. დავიწყე რაღაც რესურსების მოპოვება და შრომა. ეს არის ალბათ მოტივი. და როცა შრომა გახდა ჩემი მთავარი არსებობის საზრისი, უკვე ჩანს აქ, რომ რა ხდება, ანუ რა სიტუაციაში ვარ, როგორც ჩანს, მე აღარ ვემსახურები ჩემ პირველად მოთხოვნილებებს და საჭიროებებს და გადასული ვარ მთლიანად ამ საქმიანობაში და წარმატების მიღწევაზე. და ესეც სიმპტომია და ამიტომ ძალიან ხშირად თუ დააკვირდები, ხდება, რომ რაღაც დიდ წარმატებას მიაღწევენ ადამიანები და ზუსტად მერე მოდის ფსიქოლოგიური კრიზისი. აი ზუსტად. ხშირია ეს ძალიან, იმიტომ რომ სიცარიელე ხდება იქ თითქოს. რა იცი, რაღაც ფანტაზიები იყო იქაც მიწერილი, რომ აი ამას რომ მივაღწევ და არა უშუალოდ გაიგე, ხო? უარს ვიტყვი ჩემს ცხოვრებას, აი გვერდზე გადავდებ და აი მარტო ამას მივეძღვნები, შევწირავ ჩემ დროს, ადამიანურ ცხოვრებას ამას. მსხვერპლ შეწირვაც მე მგონი მაქედან მოდის. კი, და მე და ამას რაც თავარია ძალიან წაახალისებს სოციუმი. იცი რა გოგოა? განსაკუთრებით ქალებისგან წაახალისებს და ხო, ამის გენერებულია და რაღაცაი. კი. თუმცა აი როცა შესავალში ვთქვი კარგ ბიჭებსაც თქო, შესაბამისად იქიდან გამომდინარე რომ ისევ და ისევ გვინდა არ გვინდა პატრიარქალურ გარემოს გამოვიყენებ ამ ტექსტს, იმიტომ რომ კონსერვატორული გარემოც შეიძლებოდა თავისუფლად გამოგვეყენებინა, თუმცა კარგი პრაქტიკებიც არსებობს კარგი კონსერვატორული მოწყობების და ამიტომ არ ვიყენებ აქვე რო აღვნიშნო და ჩვენს კონსერვატორულ გაერთიანებებს არ ვგულისხმობ. აი, ეხლა მინდა რომ გადავიდეთ პერფექციონიზმზე, იმიტომ რომ კარგო გოგოზე ლაპარაკი შეუძლებელია პერფექციონიზმის გარეშე. აი, რა არის პერფექციონიზმი? ყველაფრის იდეალურად გაკეთების სურვილი თუ შეიძლება შიშთანაც იყოს გარკვეულწილად დაკავშირებული? აი საერთოდ იდეალურად რაღაცის გაკეთების სურვილი უკვე ნევროტულია და არსებობს დიდი რისკი, რომ თუ იდეალს გამოეკიდები, შეიძლება საერთოდ ხელფეხშეკრული აღმოჩნდე, იმიტომ რომ არ არსებობს იდეალი. იდეალი შეიძლება არსებობს, არ ვიცი, პლატონის სამყაროში, სადღაც. კი, მაგრამ აი აქ და ამჟამად რეალობაში, სადაც თქვათ ფანტაზიის ნაცვლად დედამიწაზე დაეშვები, იდეალური ერთადერთი ალბათ რაც არსებობს არის სიკვდილი. იმიტომ რომ სიკვდილი არის აბსოლუტური ნოლი. კი, ეს აბსოლუტიზმი თუ გაინტერესებს და სხვათა შორის ფროიდისგან რომ დავესესხო ეხა რაღაცეებს, რაც ეხა მახსენდება. აი ეს იდეალიზმი, პერფექციონიზმი და ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით და ჩემი გადასახედით, რაც ფროიდთან თქვა წამიკითხავს, თანატოსის გამოვლინება და არა ლიბიდოს. ანუ იდეალისკენ წასვლა რაღაცა პერფექციონიზმი ხო ისე ჟღერს რომ თითქოს აი ძალიან ცოცხალია და რეალურად ეს არის უნდა სამეფო. ესე უნდა გაკეთდეს. ვის უნდა, რას უნდა, რა საჭიროა ეს რომ იყოს უნაკლო, არ ვიცი. პირიქით თუ დავაკვირდებით სამყარო შეცდომით წარმოიქმნა. აი ხო, აი რისი ეშინია ზუსტად ამ ყველაფრის ფონზე პერფექციონისტ ადამიანს შეცდომის დაშვების, კრიტიკის, უარყოფის, არ მიღების თუ აი რისი. ყველაზე მეტად თუ არის ეს ან მოკლეული, ან ფსიქოლოგები. კი, მან კარგოგოსაც გავაერთიანებ ხა პერფექციონიზმსაც და people pleaser-ის ის რო გვაქვს, ხო? აი ხალხს რომ მოვეწყნო და ასე შემდეგ. იცით როგორ არის? საერთოდ ყველანი ბავშვობაში დაახლოებით ერთ ისტორიას გავივლით. ბავშვობაში ადამიანს აქვს დიდი უნარი და მოთხოვნილება რომ შევიდეს კონტაქტში, გარემოში არსებულ სხვა ადამიანებთან, შედის ამ კონტაქტში და ძალიან ხშირად, აი უმეტეს შემთხვევაში იღებს უარყოფას. ინგლისური ტერმინით rejections. ხშირად იღებს. არა და იმასაკისთვის ეს ამხელა უარყოფების დატევა თითქმის შეუძლებელია. და ეს უარყოფის შიში მერე ჩაყვება და სხვადასხვანაირად ზემოქმედებს მასზე და ერთ-ერთი ზემოქმედება, რასაც ახლა მშობლები პირდაპირ ეუბნებიან, რომ შენ თუ ცუდი იქნები, მე არ მიგიღებ.
უნდა იყო კარგი. ფაქტობრივად ჩემი შვილი თუ ხარ? ტერორია. უნდა იყო კარგი. ეს კარგი არის რაღაც მშობლის მოფიქრებული იდეები. და ეს შიში სადღაც შევა არც ახსოვდეს ადამიანს. ისე ღრმად იყოს ჩაყოლილი. და თავისით მოქმედებს. შევა არც ფიქრობდეს ამაზე. მაგრამ ის ფიქრობს, ნახე, პერფექციონისტი ადამიანი, თუ იდეალური არ ვიქნები, არ მიმიღებენ. ფიქრობს ისევ ამ ბჭყალებში. შევა საერთოდ არ ფიქრობს ამას. გაშვებულია პროგრამა. ან უნდა ვიყო კარგი გოგო იმისთვის, რომ ბიჭებს მოვეწონო. სხვათა შორის Facebook ჯგუფებში ძალიან ხშირად კითხულობენ, რა მოგწონთო ბიჭებსო. აი ძალიან ხშირად. აინტერესებს. ნუ ეხლა მესმის ცნობის მოყარეობაა ეს. მაგრამ მან რა იკარგება იცი? მე თუ ეხა ვზივარ და ვითვალისწინებ ბიჭებს რა მოწონთ და მე რა მომწონს. ხო, უკვე. ხო, მე რა მომწონს და გაუგებარია და ვარ გამჭვირვალე. ანუ ვერ მხედავს რა. და ამიტომაც არის ნახე კითხვას იმიტომ სვავს რომ შენიშნა რომ ვერ იქცევს ყურადღებას გოგონამ. მიხვდა რომ რაღაც ისე არ არის ხო ეხა გოგონა ახალგაზრდა უნდა კონტაქტი და ასე შემდეგ და რაღაცა ვერ ამჩნევენ რა. რა ხდება? კითხვა გაჩნდა, სწორი კითხვა. მაგრამ არასწორად სვავს ამ კითხვას. სვავს რომ აი რა გავაკეთო რომ იმათ მოვეწონო. და სანამ შენ ამას ფიქრობ რომ ესე ვქნა, ისე ვქნა, პლასტელინი ხარ. და იკარგება ის ხო და ვერ გაგინახავს. შენ ხარ როგორც ჰაერი ოთახში. გამჭვირვალე, ხო? ეს ეხა ვამკვეთრებ რომ ფენომენი გამოჩნდეს თორე. ძალიან კარგი ეს კონტრასტულად ამის წარმოდგენა. მადლობა საკმაოდ საინტერესო მიგნებების გაზიარებისთვის. და მგონია რომ ამაზე ერთი ჩემი საყვარელი წიგნი გამახსენდა იზრუნე საკუთარ თავს ერთი პერიოდი როცა ეს წიგნი ხელში ჩავიგდე და ისეთი რაღაცეები აღმოვაჩინე რაზეც მანამდე არ ვაქცევდი ხოლმე ყურადღებას ამას შემდეგ აღწერაშიც მივუთითებთ რომ ხო აი ყველას ვცდილობდი რომ ხელმისაწვდომი გამეხადა ეს წიგნი და ყველა მეგობარს ვჩუქნიდი. იქ იყო მათ შორის ეს მორგების ფენომენი, როგორ ვკარგავთ ამ სხვაზე მორგებულობაში საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს. და ეს არის თავიდან ამართლებს ეგ სტრატეგია, იმიტომ რომ აი ხა რო წარმოიდგინო პატარა ბავშვი, არ ვიცი 6 წლის, არ ვიცი 10 წლის, რომელიც პროტესტით არ ერგება გარემოს, იქ ეხა რესურსი არ არის, გესმის? ამხელა, ეხა დაუპირისპირდი გარემოს, იმათ მითხეს შენ ჩვენი შვილი აღარ ახარ, წადი სახლიდან პირობითად, ხო სად უნდა წავიდე? 8 წლის ვარ, ხო, ვერც ვერ ვიზავ და ამიტომ მაგასაკში ამართლებს ეგ სტრატეგია. სწორი სტრატეგია აირჩევს ბავშვი, რა, ესე იგი ესე უნდა მოვიქცე, რომ მოვეწონო, ოკეი, და არის გამჭვირვალე. ანუ დაიმალა, ნახე, დაიმალა იმისთვის, რომ ამდენი ტკივილი არ მიიღოს, არ შეიძლება. თავდაცვის ერთგვარი მექანიზმით გამოდის. მე ეს დამალვა მიხვება. აი მან იწყება სირთულე. რომ უკვე დასრული ვარ, მე აღარ მეშინია რომ ვინმე გარეთ გამაგდოს რა. მაგრამ მიჩვეული ვარ, რომ ჰაერი ვიყო. გამჭვირვალე ვიყო. კი ბატონო. ისევ პერფექციონიზმის თემას რო დაუბრუნდეთ, აი ჩემი დაკვირვებით პერფექციონისტი ადამიანები ხშირად იმის გამო პერფექციონისტები არიან საკუთარ თავს არ აძლევენ ხოლმე დასვენების შესაძლებლობას. უნდა იყვნენ კარგი მუშაკები, უნდა შრომობდნენ ძალიან ბევრს, უნდა იყვნენ პროდუქტიულები და აი ხშირად მემარცხენე იდეოლოგიების როცა კამათი მიმდინარეობს ხოლმე მემარცხენეები მაგას აწყვებიან, რომ პროდუქტიული სიტყვა დიდად არ წყალობენ ხოლმე ამ სიტყვას და აი დასვენების უფლება, თვითზრუნვა, შემდეგ კოლექტიური ზრუნვა შემოდის და ბოლო გახდა ხოლმე აქტუალური, იმიტომ რომ ბოლოს ვიწვევით ხო ყველანი. აი რატომ უჭირს პერფექციონისტ ადამიანს დასვენება და თუ ის დაისვენებს, რატომ მგონია რომ რაღაცნაირად არასაკმარისი გააკეთა, რატო არ აძლევს მის თავს დასვენების უფლებას? იცი რა, ხო უკვე გამოიკვეთა და კიდე გამოვკვეთავ, რომ ეგ დგას სადღაცა უკან რომ ფარდა გადაწიო შიშზე. აი ხო, შიშია უკან მამოძრავებელი ძალა, რომ არ მიმიღებენ, არ მყოფენ, არ მოვეწონები, არ ვეყვარები და ასე შემდეგ. შიში თუ ამ თავარი ძალა, ესე იგი რას ვაკეთებ? გადარჩენისთვის ვიბრძვი და გადარჩენისთვის რომ იბრძვის ადამიანი, აი მაგალითად ომში. და შენ რომ მიხვიდე ხა და იცი რა, შეიძლება დაისვენე. გაანებე თავი ნერვიულობას, კაცო. მე რა ტყვიები და წამოწეკი, იმედიტირე, შენ თავზე ჩაუღრმავდი ეს რო უთხრა, ანუ არ ვიცი რა მოხდება. რა ეგეთი ვარიანტია მიხვდი, იქ არაცნობიერში ომია. კი. საკუთარი. და ის ვერ დაისვენებს, ანუ. მადლობა, ტასო. ეხლა მაინტერესებს, როგორ მოქმედებს პერფექციონიზმი ქალის სხეულზე, ურთიერთობაზე, კარიერაზე
და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის თვითშეფასებაზე. კი ბატონო. ესეც კაი კითხვაა. მადლობა რომ ესეთ საინტერესო მიმართულებას აძლევთ ჩვენ დიალოგს. ეხა პირველი რაც ამომიტივტივდა არის რომ ისევ ფროიდიდან მოგიტან ერთ საინტერესო ციტატას. თლა ციტატა არ არის, მიახლოებით მახსოვს რომ ეს წერია. რომ ის რაც თქვათ არის ლიბიდოს მატარებელი, იშვიათად არის აი ლამაზი. აი რასაც ქვია ლამაზი, აი ამ პერფექციონიზმის გაგებით რა. და ამიტომაც ძალიან ესეთ სილამაზის სტანდარტებზე გამოკიდება, რაც ისევ სოციალური ნორმებიდან მომდინარეობს, ისევ კლავს ხოლმე ლიბიდოს. და ეხლა როგორ კლავს რა? ამას რაღაცა ტიპის ისტერია ქვია, ეხლა აღარ მახსოვს ნარცისისტული ისტერია, აღარ მახსოვს ზუსტი ტერმინი, მომიტევეთ, მაგრამ ესეთი ვითარებაა ხოლმე, რომ აი სოციალური ზეწოლიდან გამომდინარე, ზოგი ადამიანი გადაწყვეტს, რომ ამ სტანდარტს გამოედევნოს. ვერასოდეს ვერ დაეწევი. ეს თუ იცი უკვე კაია, მაგრამ წარმოიდგენენ რომ დაეწევიან რა. დავეწიოთ და გავასწროთ იმას ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ არ ვიცი რაღაც ლოზუნგი მახსენდება, ხო? საბჭოთა კავშირის. ხო და ვერ დაეწევი, მით უმეტეს ვერ გაასწრებ, მაგრამ ზოგ ადამიანს აქ ეგ ილუზია და დაიწყება ხოლმე ამ სოციალური ნორმების, არ ვიცი. ქალებზე განსაკუთრებით არის და მაგასაც გეტყვი რატო არის რომ ქალები უფრო არიან ამ კონკურენციაში. ფაქტია, ხო? აი თვალსაჩინო ფაქტია. ხო და ნუ რაღაც 90-60-90-ზე იქ რაღაც ესეთი თმა, ისეთი მანერები, ესე ზიხარ, ესე უნდა გეცვას, სუნამო ეს უნდა გესხას, მაკიაჟი ასე და ისე, ანუ და წარმოიდგინე, ამაზე ძალიან დიდი რესურსი მიდის ახლა, ამას რო გამოეკიდები რა. რაღაცა rilsები ცდევს მაგაზე, რომ ესეთი უნდა იყოს ქალი და ნუ რაღაცა ესეთი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს. და ამხელა რესურსი რო იდება, წვალობ. ეგ არის რეალობა. და გროვდება ძალიან დიდი აგრესია, გაუცნობიერებლად. რომელიც მერე აისახება პირად ურთიერთობაზე, იმიტომ რომ მე თუ ეხა იმათ დამიჯდა ეს პირადი ურთიერთობა, რომ ვიშიმშილე, არ ვიცი, ვეწამე, იქ რაღაცა პროცედურები ვიკეთე, მთელი ჩემი ცხოვრების, ერთი 50% რომ ამაში ჩავდე იმისთვის, რომ ჩემივე ჭკუით და ფანტაზიით ურთიერთობა მქონოდა, საწყალი ის ადამიანი, შენ ვერ წარმოგიდგენე მე მას რას უზავ. ესე ძვირი თუ მიჯდება იმასთან ურთიერთობა, რომ ასე უნდა ვეწამო და ვევნო, არ ვიცი რა, აი დედას უტირებ რა, ხო ხდები და ოღონდ ეს არ ცნობიერდება, რომ აგრესია საიდან მოვიდა. სხვათა შორის ეგეთი რაღაცა კრიტიკა როცა გავაკეთე, მითხრეს, რომ ამას არ ვაკეთებ სხვის გამო, ამას ვაკეთებ საკუთარი თავის გამო. ესეთი მომწონს და აი როგორც წინა შემთხვევაში ვილაპარაკეთ, რამდენად მისი სუბიექტურის მართლა რეალური სურვილია და რამდენად მოწონს ესე კი, იმჯერა რომ მოწონს. სიტყვა მომწონს საერთოდ არის წამოსული, აი თვითშეფასებაო რო ამბობ. შეფასებითი სისტემიდან, რომელიც აპარატიც გვაქვს, მაგრამ ეს მომწონს და შეფასების სისტემა ისევ ფროიდის თეორიას და ლიბიდოს დავეყრდნობი, საერთოდ არ პასუხობს იმას, რაც ცოცხალია იქ, იმას, რაც სპონტანურია, რაც ლიბიდოდან ამოდის, რაც არ ვიცი, ვნებიანია, სექსუალობის ნაწილია. მიხვდი, იქ ცოცხალი რელიეფია. თაც არის, ბარიც არის, წყალიც არის, ცუდი ამინდიც არის, კარგი ამინდიც არის, როცა სპონტანურია სიტუაცია და თუ გაკონტროლებულია და მოჭიმულია და ძალიან გალამაზებული და რაღაც სტანდარტზე მიზომებული და ასე შემდეგ, ისევ წეღარო ვთქვი, თანატოსის და სიკვდილისკენ მივდივართ. იდეალური ვინ არის ახლა? რა თქმა უნდა, რა. აი, ხშირად სხვათა შორის პერფექციონიზმს მიაწერენ ხოლმე, რომ თუ პერფექციონისტი არ ხარ, რაღაცა პასუხისმგებლობის ნაკლები შეგრძნება. გაქვს თითქოს, ან ცუდი ხასიათი. აი, რა თქმა უნდა, ცუდი ხასიათი გაქვს. დარწმუნებული ვარ, მაგრამ იმ ადამიანისთვის ცუდი ხასიათი გაქვს, იმიტომ რომ იქ შენ რო პერფექციონისტი ყოფილიყავი, იმ ადამიანს მეტი კომფორტი ექნებოდა შენთან. და ის რა თქმა უნდა შეგაფასებს, რომ ცუდი ხარ მისთვის. მაგრამ აცდენა ისე, რომ ის თავისას გეუბნება, რომ მისთვის ხარ ცუდი და შენ იღებ, რომ შენი თავისთვის ხარ ცუდი. ან ისევ უარყოფის შიშები მოდის და ასე შემდეგ. და ეხლა რა გამახსენდა, იცი, თუ დაკვირვები ხარ, საქართველოში ძალიან მწვავედ არის ეს და ალბათ სხვა კულტურებშიც იქნება. ადამიანი რომ მოკვდება, აი ხა რომ სულ მაგას ვიძახი, აი მერე ხდება იდეალური. ზუსტად. რა იწყება, რომ აი ეს ადამიანი ეს იკონიზება. კი. ქართულად გასურად ხატებას ამისას. რატო ვაკერპებთ? გაკერპება მიდის კი. იმიტომ რომ ის მკვდარი რო არავის აღარ უშლის ხელს თავის სიცოცხლით.
გამოთავისუფლდა იქისა და თან არის იდეალური უკვე გაფიქსირდა რა და მერე წავა იქ უამრავი პერფექციონიზმი ხო ფანტაზიაა და ეხა გარდაცვლილი ადამიანი კი ვერ შეგეკამათება რამეს და იქ ადვილია რომ შენ მიაფრქვიო შენი პროექციები რომ ესეთი იყო და კიდე თუ დაკვირვები ხართ იქ რო არის რა ქვია უნივერსიტეტებში ან კონსერვატორიებში დიდი კომპოზიტორები გამოკრული რა და ეს ქვევიდან ზევით უყურებთ და არ ვიცი აი ბახი და ღმერთო ბახი ესე ცხოვრობდა ისე ცხოვრობდა და რაღაც იდეალიზმი მინდოდა ჩვეულებრივი ადამიანი იყო ეს ბახი არაფერი იქ იდეალიზმი არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ რომ თუ უკრავდა უხარო და დაკვრა და იმიტომ არ უკრავდა რომ ბებიამის მოწონებოდან ხალხს ტაში დაეკრან აი ამაში ვარ ღმათ დარწმუნებული იმიტომ რომ თუ სხვის გამო უკრავდა ის ვერ შექმნიდა რა შეუძლებელია სპონტანურობის გარეშე შემოქმედება დაიბადოს და თუ მე ხა იმას ვზრუნავ რომ ნახატს რო ვხატავ არ ვიცი პეტრეს მოეწონოს ჩემი ნახატი. ესე იგი ჩემს შინაგან სამყაროს მოწყვეტილი ვარ ამ დროს. მე რა მომწონს და მე რა მსიამოვნებს იმას არ ვხატავ. და ამიტომ დიდი ალბათობით არც პეტრეს მოეწონება. ხო, ეხა ერთი რაღაცის გაიზიარება მინდა. ჩემი ანუ ხელოვანი ადამიანები განსხვავებით სხვა პროფესიებისგან ბევრად თავისუფლები არიან და მგონია რომ მათი სურვილები სწორედ იმიტომაც არიან ეგრე აღიარებული ახლა მეორე მიმართულებით რომ წავიდეთ რომ სწორედ მათი სურვილები აქვთ დაპრიორიტეტებული და მაგიტომაც გახდნენ ეგეთი და აქციეს ეს ხელოვნების სახედ. აი რატომ პატიობენ ხელოვან ადამიანებს ესე და მაგალითად ოფისის მენეჯერს არა სიტყვაზე ამ ყველაფერს. ეს პატიობენ საინტერესო სიტყვაა, იცი? აი რაღაცნაირი პარალელური პროცესები არსებობს BSM წამს და ესე აღმიქვია სამყაროში, რომ თუ ადამიანი თვითონ პატიობს თავის თავს, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ გარედანაც აპატიებენ. და თუ თვითონ აკრიტიკებს, ჩვენ რაღაცა ტელეპათის დონეზე ვართ აქ რა, აი ვგრძნობთ რა ხდება სხვა ადამიანში. ისე რომ არც გავაცნობიერებ ამას. ჩემით აი გაუცნობიერებლად ვგრძნობ, თქვათ შენ რაჭია გბურღავს რა. ხო და შესაბამისად ძალიან გამიჭირდება შენში მივიღო ის, რასაც შენ არ იღებ შენ თავში. ხო, აი ზუსტად. და ეს ხელოვანი ხალხი უფრო მეტად თვითონ თავის მიმართ არიან მიმღებლები და ზუსტად ამან განაპირობა მათი ხელოვანობა. იმიტომ კრეატივი ყველას გვაქვს. და ის ოფისის მენეჯერი დიდი ალბათობით იმიტომ არის ოფისის მენეჯერი, რომ მის თავში სხვა სტანდარტი იყო. რომ არ არის მისაღები ეს ხატე და დავლიე და ეს რა სისულელეა რა. წავედი მე ოფისში სერიოზულად დავჯექი, ეს ყველაფერი ხო რწმენებია. ანუ ოფისში რომ ის უნდა გეცვას და ხო, აი სპეციალური დრესკოდი. ეს რწმენების ამბებია და იმას ასე სწამს და იმ რწმენაში ეგ მიუღებელი, ამიტომ არ აპატიებს არც სხვა. რწმენა წარმოდგენებთან მივდივარ. რა რწმენაზეც დგას, იმაში ცხოვრობს კი. და ეხა მინდა არასთქმაზე და საზღვრებზე, იმიტომ რომ ისევ გამოვალ ჩემი გამოცდილებით, ძალადობა გამოვლი ქალებთან, აი საკმაოდ ბევრი რესურსის ჩადება გვჭირდება იმისთვის, რომ ქალებს ვასწავლოთ არასთქმა. აი ძალიან უჭირთ. წარმოუდგენლად რთულია, მით უმეტეს თუ მოწყვლადი ადამიანია, ის ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. რატომ ხდება არასთქმა ასეთი რთული ქალებისთვის? იცი რა მე ჩემი თეორია მაქვს და ეხა ისიც გამახსენდა კონკურენციაზე უნდა მეთქვა ქალებს შორის რატოა უფრო მეტად უკავშირდება რა ჩემ თეორიას გეტყვი მე რას დავკვირვებიო რომ არასთქმა აი ქალებს რატო უჭირთ უფრო მეტად ფუნდამენტურად რო შევხედოთ აი ორგანიზმიდან რო ამოვიდეთ ხო ძირითადად მაინც დიდ ნაწილს ჩვენს ავტომატურ ქცევებს მოგრძოტვინი უფრო განსაზღვრავს ვიდრე ჩვენი ცნობიერება რომელთაც ასე ვამაყობთ კი, ესეც გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ იმპულსები და ძირითადი ენერგია გადარჩენის, გამრავლების, ამის იმის მოდის მოგრძოტვინიდან. და ეხლა მოგრძოტვინის ფორმირება ხო მიდის უკვე რამდენი ხანია. და ცოტა სხვადასხვანაირად არის ფორმირებული ქალების და კაცების. და ასევე სოციუმი ასე თუ ისე მაინც ემსახურება გადარჩენას და გამრავლებას. ოღონდ სხვა სტრატეგიით. ერთად გავმრავლდებით, ერთად გადავრჩებით. ამიტომაც არის რომ ძალიან წირავს ადამიანი თავის თავს სოციუმს რა, იმიტომ რომ გაიგივებულია გადარჩენასთან და ისევ მოგრძოტვინის დრაივია, რომ უნდა გადავრჩე არის მთავარი. მინდა კიდეც რომ გადავრჩე და უნდა გადავრჩე კიდეც. და აქ თანხმდრაში მოდის. კი. ხო და ეხლა ამ გადარჩენის სტრატეგიას ეწირება ბევრი რამ და ეხლა სოციუმმა შენიშნა, აი უხეშად რო აგიხსნა, რომ თუ ეხლა მე ასე ძალიან მოვჭიმავ მამაკაცს ბავშვობიდან,
რომ არავერ თქვას, გახდეს, არ ვიცი, მორჩილი, გახდეს ესე შემიძლია ამის გაკეთება, რა უნდა. თუ ასეთივე სოციალურ წნეხში გავატარებ რაშიც ქალს, დავთრგუნავ ბოლომდე, არ არის პრობლემა. მაგრამ ვეღარ გამრავლდებით. იმიტომ რომ სექსუალური ფუნქცია ჩაიხსნება იქ. ისევე როგორც ქალის შემთხვევაში, მაგრამ ქალის შემთხვევაში ვინაიდან სექსუალური ფუნქცია ანუ ქალი ისიამოვნებს თუ არ ისიამოვნებს გამრავლდება, იცი? ბიოლოგია არის ესეთი და ამიტომ არ უზრუნავ. რა ეხლა აქ მე ხა ძალიან უხეშად გეუბნები კოლექტიური არაცნობიერი რა გადაწყვეტილებებს იღებს რა. იმიტომ რომ იდეაში ბუნებას ახატია ჩვენ რამე გვსიამოვნებს და ჰუმანურად ვცხოვრობთ თუ არაჰუმანურად იქ მოცემულია დრაივი ევოლუციური რომ გამრავლდე. ეგ არის მიზანი. მრავლდები, ყველაფერი კარგად არის. ხა შენი უფლებები დაირღვა თუ არ დაირღვა, ეს ევოლუციაში, როგორ გითხრა, ძალიან მეასეხარისხოვანი ამბავია რა. ამიტომაც მოხდა ესე, რომ სოციალურად ისე დაალაგდა ძალიან ხშირად, რომ ბავშვობაში რა სიმკაცრესაც ვიჩენთ გოგოების მიმართ, ფაქტია ეგ. იმ ხელა სიმკაცრეს არ ვიჩენთ ბიჭების მიმართ. აი ავტომატურად ხდება ეს. იმიტომ ეს რო გამოიჩინო, იმას მოუკლავ ამ დრაივს და კაც თუ დრაივი მოუკვდა, ვიღა გამრავლდება. ანუ კაცებს აქვს დრაივის უფლება, ქალებს. ხო, და ქალის დრაივი ხა ეგ გრამაფონშია, ექნება თუ არ ექნება, გააჩენს ბავშვს. შენ არ ინერვიულო. მით უმეტეს რაც უფრო პატრიარქალურია, მით უფრო ქალის ისა დაკნინებულია, მაგრამ რეალურად ეს დიდ პრობლემას წარმოქმნის, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ ყველანი, ჩვენში ქალიც არის და კაციც. და მე თუ გარეთ ქალს ასე ვექცევი, ჩემ შინაგან ქალსაც ასევე ვექცევი. და ჩემი ცხოვრებისეული სიამოვნება მაინც ამაზე დგას. ჩემი შინაგანი ქალის შემთხვევაში კაცი და კაცის შემთხვევაში შინაგანი ქალი როგორ გძნობს თავს? და თუ ეხა წიხლის ქვეშ არის და მათრახის ქვეშ, მე არ სიამოვნებს ცხოვრება. რაც გინდა ვქნა. კი ბატონო, ხშირად ეს არას თქმა, რაღაცა თითქოს დანაშაულის გრძნობასაც იწვევს ხოლმე ქალში. ხო, მიუღებელია არა, ნახე, პატარა ბავშვებში რომ ნახო. ან ეგოისტური შაბლონი მიეკერება ხოლმე ყოველთვის ეგეთ ქალს და როგორ შეიძლება ქალი ეგოისტი იყოს და არ იფიქროს ოჯახზე, ქმარზე, შვილებზე და გაკიცხვის საგანი და ობიექტი ხდება სამწუხაროდ. ასეთ გარემოში დღემდე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შრომა ჩადებული იმისთვის, რომ თანასწორობას მივაღწიოთ ამ ეპოქაში. კი, ნახე ენერგია, არას ენერგია უფრო თავდასხმითია თითქოს, ხო? აი რაღაც ისეთია. ძლიერი ენერგიაა და ბუნებამაც ისე რაღაცა დაალაგა, რომ ტესტოსტერონის ჰორმონი რომ მაღალია, მე უფრო თავდასხმითი ტიპი ვარ. და თუ დაბალი მაქვს, ხო, უფრო მშვიდი ვარ. იმიტომ იყო მატრიარქატის დროს ომები არ ყოფილა. არა აქ ქალს ეს ომის და ჯახის და იმის ისა რა, ისევ მოგძოდვინიდან. ეხლა კონკურენციაზე რეპტილიური გონება. ეხლა ისე კონკურენციაზეც ჩავდგავ ერთ სიტყვას, რომ რა მოხდა რა. და მან შეგვიძლია ის ძალადობა გამოვლილი ქალები რო ვამბობ. მე ადრე მქონდა დიდი სირთულე, რომ აი ძალადობაში ქალი ცხოვრობდა, განვსჯიდი ხოლმე. რა უნდა აქ ეხა რატო ითმეს რის გამო აკეთებს ამას და ნუ თუ ვერ ხედავს რომ პირიქით ეს კაცი აზიანებს და არ ვიცი შევა კლავს ბოლოს ეგეთი სამწუხარო кейსები ბევრია კი ძალიან ბევრი ფემიციდის ფაქტი გვაქვს და რაღაცნაირად ისეა რომ ეს ქალი არ მოდის იქიდან რა აი კლავენ ცემენ აწამებენ ასე შრება ისე შრება ყვება თან ამას ზოგი არ ყვება და მალავს და არ მოდის რა და მე ესე ვიჯექი ხოლმე და აი რა წესია ვაი ეს რა სუსტია და რაღაც განსჯით ვიჯექი რა და მე ცოტა რომ შევისწავლე ეს ფსიქიკის თემა და ისევ რეპტილიან მაინდზე რომ გადავიდე. რას მივხვდი, იცი რომ შენ წარმოიდგინე რამდენი საუკუნე კაცთან ალიანსი განაპირობებდა ქალის გადარჩენას. აი ძალიან დიდი დრო და ეპიგენეტიკურად არის ნასწავლი და აპროეცირებს რომ კაცი ესე გადავრჩები. აი უხეშად გელაპარაკები. ამ დროს შეიძლება პირიქით მკვლელია ის მოკლავს, მაგრამ იქ მიდის დრაივი, რომ ეს გადამარჩენს, მე მარჩენს, არ ვიცი, დამიცავს და ეს უქიმერებია წარსულის, რომელიც დღეს აქ დამჟამად არ არის, მაგრამ ნუ ესეა მოწყობილი. და ამისათვის რომ ეხლა მე და შენ ეს ხსნელი კაცი ყავდეს, რომელიც არ ვიცი, ყველა პრობლემას გადაჭრის რა. ხო, ამისათვის ჩვენ უნდა ვიკონკურენტოთ ეხლა. გაიგე, ვის უკეთესი ის ექნება 90-60 წამოვა ისევ ეგენი. ის სტანდარტები კი, ბატონო. რა ეს გადარჩენის რაღაც. ხო და ამ დროს
დღეს ახლა 21 საუკუნის ადამიანები ვართ ჩვენ. ხო და გადარჩენა აღარ არის დღეს ჩვენი გამოწვევა. დღეს არის ცხოვრება. რა თქმა უნდა. კრეატივი. აი რა არის გამოსავალი გეშტალტ ფსიქოთერაპევტის პერსპექტივიდან ის ზღვარი, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს და მოწესრიგდეს არა იურისტის გავლენა. მოგვარდე. აი ძალიან მარტივია. კარგი მოჭიდება აქ და ამჟამად აწყო დროზე და რეალობაზე. იმიტომ რომ ის მოგრძო ტვინი ბოლო-ბოლო ისმენს რა ხდება. მე მგონი ყველაზე ჩემი დაკვირვებით მოგრძო ტვინს ყველაზე კარგად შეუძლია იმ ცუდ გრძნობებზე რეაგირებისათვის გარდაჩენის გარდა კარგი ან სიამოვნების განცდა და თანაგანცდაც არაჩვეულებრივად გამოდის და მთავარია გააქტიურდეს ამ მიმართულებით ჩემი დაკვირვებით. აწყო დროში კონცენტრაციაც მაგრად შეუძლია, იმიტომ რომ ეგ ხო ცხოველური ნაწილია და ცხოველებზე კარგად აწყო დროზე მოჭიდებული არავინ არ არის. ხო? მადლობა, ძალიან დიდი. აი, როგორ უკავშირდება კარგი გოგოს კომპლექსი სირცხვილის შეგრძნებას და დანაშაულის განცდას? აი, მაინც აქეთ რო წავიდეთ. კი ბატონო. დანაშაულის განცდა და სირცხვილის გრძნობა, ეს საკმაოდ ისეთებია. იმიტომ რომ ხშირად აი მაგალითად მე როცა მუშაობ ქალებთან ბევრი ასახელებს რომ აი მრცხვენია და სიტყვაზე არ ვამბობ რომ ეს ხდება ან თავს ან თვითონ მიიჩნევს თავს დამნაშავედ ამ ამბავში. ეს დანაშაულის შემთხვევაში და სირცხვილის შემთხვევაში იცი როგორი საოცრებაა რომ ეს წყვილი ხო ერთი სისტემაა. აი ეგეთი წვილიც, ნებისმიერი წვილი არის ერთი სისტემა და იქით ხარ ეს იმხელა დესენსიტიზაცია ის რომ ძალადობს. ანუ იქ შეგრძნება, თვითრეფლექსია ესენი ჩახსნილია ამ დროს, ხო? და იმდენად დიდია იქ ეს ჩახსნა, რომ მთელი სირცხვილი და მთელი დანაშაული აღქმულია აქეთ, იმიტომ რომ ესენი ერთ სისტემაში არიან. და ის ვერ გრძნობს ვერაფერს და ამას აქ გრძნობები ზევით აწეული და იმის საგრძნობი დანაშაული და იმის საგრძნობი სირცხვილიც აქეთ არის გადმოტყორცნილი რა. ამიტომ ერთ ადამიანშია ჩატეული ორის. და ძალიან წვავეთ არის ხოლმე დანაშაულის გრძნობა. კი ბატონო და ისე ხანდახან ხო არ არის შესაძლებელი რომ ამათ როლები გაცვალო მაგალითად ზოგჯერ მოძალადე იყოს მსხვერპლი მოძალადე. რა თქმა უნდა. ეს პოლარობებია ნახე რომელშიც არიან. და მსხვერპლი, როდესაც ძალადობას იღებს, ძალადობასაც სწავლობს ამ დროს. ანუ ორივე გამოცდილება მოდის რა, ერთი რომელიც მისია და მეორე რომელიც გარედან იდეალურად დაინახა, ის აუკეთესოთ. აღიქვა როგორია ძალადობა. ამიტომაც კი და არის მე რაღაცა ფილმია ქართული არის თუ გინახავს კაცს რომ მოკლემეტრაჟიანი სამსახურში რომ ეჩხუბება უფროსის მოვა მერე ცოლს ეჩხუბება ცოლი ეჩხუბება შვილს და შვილი წავა ძაღლს ეჩხუბება ქუჩაში და ძაღლი მიდის მერე ხო წრე რომელიც ან თან გადამდებია ეს ყველაფერი და იცი რატო ხდება კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია მანდ მსხვერპლი რომ ხდები მე ყველაფერს გავაკეთებ რომ მსხვერპლი აღარ ვიყო და მგონია და ეს ძალიან ხშირია რომ თუ მე ვიქნები მოძალადე მსხვერპლი ვეღარ ვიქნები ანუ თავდაცვა არის ესეც ოღონდ მსხვერპლი არ ვიყო და აჰა ვიქნები მოძალადე და ამ ქცევის აი თუ შესაძლებელია შეცვლა ამ ქცევის ოღონდ კარგი გაგებით ანუ გულისხმობ ისე რომ სხვა არ დაზიანდეს ამ პროცესში ამ ურთიერთობაში გამოსწორების ნაწილს იმისთვის რომ ურთიერთობა სიტყვაზე გადარჩეს აი ფსიქოთერაპევტის პერსპექტივიდან ეგ რამდენად არის ხო როგორ და რამდენად არის აი რამდენად არის შესაძლებელი და თუ შესაძლებელია როგორ ხდება შესაძლებელია კარგ შემთხვევაში შესაძლებელია. ცუდი შემთხვევები ვიცით ფატალურად სრულდება და იქ შესაძლებლობებზე საუბარი უკვე ნამეტანია, მაგრამ აი შუა მიმდინარე პროცესებში როგორც წესი გამოფხიზლება არა მხოლოდ ძალადობრივი ამბების, ნებისმიერი კრიზისის ხდება, როცა ადამიანი ტკივილს გამოცდის. აი ტკივილი რო აღემატება, დისკომფორტი რო აღემატება მის ცხოვრებაში კომფორტს აი ძალიან ფიზიკაა ეს ყველაფერი რა ერთ-ერთი შეხედვით და ჩიხის განცდა რომ გამოსავალს აღემატება უკვე და გაუსაძლის სიტკივილი რომ შეიქმნება მაგდროს შეიძლება დაიწყოს გამოფხიზლება ну რაღაც ისე არ არის რა იმიტომ რომ კი ცხოვრებაში არის ტკივილები ახლა
ჯუნგლებშიც არის და წყალში, ოკეანეში, ყველგან არის, მაგრამ სულ არ არის ნამდვილად. ლომებიც ისვენებენ და ანტილოპებიც სულ ნადირობა კი არ მიდის, იქ ისვენებენ, წყნარად ცხოვრობენ, არის ეგ მომენტები. და ეს რომ ძალიან რომ აიწევს ცეცხლი, ასე ვთქვათ, მერე ადამიანი იწყებს გამოფხიზლებას. და აღსანიშნავია რომ ეს მოძალადე გარეთ რო ძალადობს, ის თავის თავსაც ეძალადება ამ დროს. ანუ თვითზრუნვა ისევ და საკუთარი თავის მოფრთხილება და მე როგორც ვექცევი ჩემ თავს, პრინციპში ისევ ვექცევი მე სხვებს. აი ამის სწავლა თერაპიის პროცესში განაპირობებს ცვლილებას. უხეშად რო ვთქვა. ხო, აი ძალიან საინტერესო რჩება იყო. ეხლა მინდა რომ გადავიდე ის საკმარისობის განცდაზე, იმიტომ რომ მაინც ვფიქრობ ყველაფერი მაქედან მოდის. როგორ ყალიბდება ეს არასაკმარისობის განცდა? და ისიც განსაკუთრებით ქალებში არის ხოლმე. მე არ ვარ საკმარისი. ხო, და მანდ ახლა ფროიდი რომ მოვიყვანო, კი გემახსოვრება, რატო თვლიდა ფროიდი, რომ ქალს აქვს ეს უფრო მწვავედ. იმიტომ რომ მისი აზრით რახან პენისი არ აქვს ქალს, ამიტომ განიცდის სხვაზე ნაკლებობის განცდას. ნუ ეს აღარ არის მეცნიერული დღეს. შეიძლება ვინმეს კონკრეტულად კონდეს, მაგრამ ესე მასობრივად თქვა, რომ ქალები ყველა ასეა. ხო, რა თქმა უნდა. ეს შეუძლებელია. და რომც ასე იყოს, არ აუშავს კიდე. ადამიანები ვართ და ვიღაცას რაღაც აქვს. გინეკოლოგთან ერთად ვისაუბრებთ სამომავლოდ, კი ბატონო. ძალიან კარგი. ხო და ეს თვითშეფასება, რომ აი მე საკმარისი ვარ, საიდან მოდისო, ხო? და ან თუნდაც ის, რომ არ ვარ საკმარისი. ჩემი დაკვირვებით, იმიტომ ბევრია მანდაც ახლა თეორიები და ჰიპოთეზები. მოდის იქიდან, რომ აი ბავშვობაში ისევ საკმარისი უნდა ვიყო იმისთვის, რომ მიმიღონ. ამისთვის უნდა ვიყო კარგი გოგო და კარგი ბიჭი და ასე შემდეგ, მშობლისთვის. ანუ სხვაზე მორგება არის გზა, რომ მე საკმარისად ვიგრძნო თავი ბავშვობაში. და ამ შემთხვევაში ჩემთვის კი არ ვარ საკმარისი, სხვისთვის ვარ. და ის რომ ვიღაცამ მითხრას, რომ შენ ჩემთვის მისაღები არ ახარ, ძალიან მტკივნეულია. ძალიან ბავშვობაში. პირდაპირ სიკვდილის შიშს არ ტყავს რა, იმიტომ ბავშვმა ძალიან კარგად იცის, რომ მშობლის გარეშე ვერ გადარჩება. და ამიტომ არის ხოლმე ეს მოძალადე ოჯახიდან ბავშვები გამოყავთ და ებღა უჭებიან მშობლებს. კი, მიჯაჭვულობის განცდა. იმიტომ იმას იმხელა შიში აქვს, რომ აი კი მეძალადება ეს მშობელი, მაგრამ ისევ ჩემი მოგრძოტვინი მკარნახობს, რომ ეს არის გადარჩენა და ეს ვიღაც ხალხი მიმათრევს და მე მგონია რომ ნორმადაც აღიქოს ბავშვი ამგვარ ქცევას ბავშვობაშია და ასაკში კი იმისთვის დადგენილია. ხო და ამ შეფასებას იმახსოვრებს და დიდ ასაკში არ მომხდარა ამ დისკომფორტულ გრძნობასთან შეხება, იმიტომ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე პირველი ინსტინქტი რაც არის, რომ დავივიწყოთ ბავშვობა. ბავშვობის ტკივნეული გამოცდილება და დავივიწყო. მორჩა ბავშვობა, მე გავიზარდე ნახვამდის. და ის დავიწყებული გრძნობებია, გააქტიურებულია და მე შეიძლება ახლა არ სამსახურში დირექტორი რო შემაქებს ის ბავშვური ეიფორია მოვიდეს, რა და კაი გოგო ვარ. ღმერთო, შეიძლება კრიტიკა მივიღო და დავინგრე. შინაგანად რომ ვაიმე რა მეშველება ღმერთო და სამყაროს აღსასრულია. ხო, აი ესე განიცდებოდეს ემოციურად, იმიტომ რომ იმ ბავშვს ეშინია. ის არ დარჩენილა ჯერ გაწონასწორებულს დასრულთან, რომელიც ახლა უკვე მე ვარ. კი ბატონო. აი, რა მაინტერესებს? რა განასხვავებს თვითგანვითარებას? აი თითქოს ჩვენ დავარქვით, რომ თუ რაღაცებს გამოვასწორებთ ან რაღაც ეხა გამოსწორება კაი სიტყვა. რომ გამოვასწორებ. და ხშირად თითქოს ზღვარი იშლება ამ ორს შორის. აი თვითგანვითარებას ეწერება ხოლმე თითქოს ეს და აი რა ზღვარი გადის მანდ თვითგანვითარებასა და ამ მუდმივ გამოსწორებასა და სხვაზე მორგებას. იმიტომ გამოსწორდა რომ სხვისთვის იყო ვალიდური ადამიანი, ვალიდური მოკლედ. ძალიან კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ ამ ორი ფენომენის ერთმანეთში არევა ძალიან ადვილია და ძნელია გამიჯნა. შეიძლება ადამიანი მართლაც ფიქრობდეს, რომ თვითგანვითარებას ეწევა და ამ დროს სხვაზე ადაპტაციის რაღაცა რბოლაში იყოს ჩართული. აქტიურად. ძალიან აქტიურად. ეხლა თვითგანვითარება ისევე ეფუძნება საკუთარი თავის შეცნობას. საკუთარი პოლარობების განცდას და პოლარობებში იგულისხმება კარგი და ცუდი, მაღალი და დაბალი, ჭკვიანი და სულელი და ესენი ყველაშია. ისევე როგორც არის დამცირებული და ამაყი,
და ასე შემდეგ. ანუ თვითგანვითარების პროცესში მარცხენა და მარჯვენა ხელი ორივე მონაწილეობს და გამოსწორების პროცესში მიდის ხოლმე პირიქით პოლარიზაცია. უნდა იყო კარგი, всё. უკეთესი, კიდე უკეთესი, კიდე უკეთესი. ხო, აი კარგზე კი, უკეთესი. უკეთესი. ეს არ გათავდება. აი ეს არის განსხვავება. თუ შენ პიროვნულად ვითარდები, შენ ეხები შენს თავში ნეგატივსაც, ანუ ცურავ ორივე ხელით, ნელ-ნელა და თუ გამოსწორებას ეწევი, ისე როგორც ბავშვობაში მიდიოდა, რომ გამოსწორდები, კარგი გავხდები, ხო? მაგ შემთხვევაში შენ საკუთარ თავში დევნი ნეგატიურ ნაწილს, რომელიც საჭიროა. კი, ძალიან საჭიროა. აი ეს არის განსხვავება. კი, ანუ მეც მგონია რომ კარგი, აი ამ ყველაფრის შეჯამებასავით რომ გამოვიდეს ახლა, კარგი გოგოს კომპლექსი ალბათ სწორედ ამ ბიჭის იმ ადამიანებს აქვს, ვინც ადრეულ ასაკშივე ცდილობდა გადარჩენას. ისეთ ტოქსიკურ გამოვიყენებ ამ სიტყვას, ალბათ გარემოში უწევდა ყოფნა. თავისთავად. როდის ხდება ზრდილობა, აი საკუთარი თავის ღალატი. ესეც ხდება. ზრდილობაც, კულტურაც, მანერები, არ ვიცი, ემპათია შენ წეღარ რო ახსენე. შეიძლება ხდებოდეს ამის გადაჭარბება, აქაც ისევ დოზებშია საქმე. აი და როგორ გითხრა რა, ზრდილობა გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, სოციალური ნორმაა და თუ უზდელი ხარ სირცხვილია, ნახე, ყველაფერი რითაც სირცხვილით ისჯები, სოციუმიდან მოდის. თუმცა ახლა ჩვენ სოციუმში ვცხოვრობთ. ანუ საერთოდ რო გაქრეს ეს სოციალური ზეწოლა, ეგ utopia-ა ისევ და ფანტაზია. მაგრამ ალბათ უნდა არსებობდეს რაღაც გარემო, ადამიანმა თვითონ უნდა ეძიოს შექმნას, მოიწყოს გარემო, სადაც მას აქვს უფლება, რომ მოდუნდეს და სოციალურ ნორმებზე არ იყოს მიჯაჭვული, კი. ეს უნდა იყოს ალბათ სამეგობრო წრე, ოჯახი და ასე შემდეგ. და თუ ზრდილობა ყველგან პრევალირებს და აი უხეში მაგალითად ისე რომ მოგიყვანო, რომ მიდის აქ ისე ფსიქოანალიზში არის ხოლმე ამაზე ხუმრობა, რომ ცოლ-ქმარი რომ ლოგინში წובה, იქ თუ ზრდილობიანები არიან ერთმანეთთან, ეს შეიძლება მოხდეს. ზრდილობიანი კულტურული ასეთი ისეთი, ხო? იქ სოციალური ნორმა, იქაც თუ შეჭრილია, იქ არაფერი გამოვა. იმიტომ რომ რეალურად გამოდის, რომ იმ ლოგინში ერთი 50 კაცი წევს. 50 მენტალიტეტი. ბებია, პაპა, მამა, მამი და ბიძა. ისე და ეს ხალხი უნდა შეთანხმდნენ და ვერ შეთანხმდებიან 50 კაცი. ხო, ეს ძალიან რთული მისაღწევი რაღაც კი. წარმოუდგენელი რაღაცა. მეორე მხრივ რაღაცა სიტუაციაში ზრდილობა ძალიან საჭიროა და აი ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ეგ განსაზღვრავს. როდის არის ხოლმე საჭირო? აი აქ და ამჟამად რეალობას აწყოდროს ადამიანი როგორ აღიქვავს და რამდენად ადეკვატურად პასუხობს, ეგ არის გასაღები. თორემ აი მაგალითად ჰალუცინაციაო, ხო? ვიცით ეს ტერმინი. თუ მე ახლა წავედი და ფიზიკის ინსტიტუტში შევედი და იქ ვისაუბრე რომ მთავარანგელოზი ჩამოვიდა გამომეცხადა, ესე სასტრაფოს გამომიძახებენ. მაგრამ თუ ხატობა არის მთაში და მე იქ ხადაგად დავვარდები და ვიტყვი რომ თავი სწორი დრო და სწორი ადგილი გამოვა. ხო, ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის განსაზღვრელი და აქაც ესეა თუ ანუ არას ჯანსაღი აი გარემო რამდენს ნიშნავს. კი, და გარემოსთან პასუხი. და ჩვენს გარემოში საკმაოდ რთულია. ვერ გვექნება კარგი. ისევე როგორც აი წეღარ რო თქვი ომში თუ ვარ და დავიწყე ოშოს ხადაგება, ცუდად არის ჩემი საქმე. იქ სხვა რეალობა იქნებოდა. კი, აბსოლუტურად. აი რა მოდი ვაშლის არომატულ კითხვას დავსვავ. რა გემო აქვს ცხოვრებას, როცა უკვე თუნდაც ასეთ რთულ გარემოში იყო საკუთარი თავი და იცხოვრო საკუთარი სურვილების მიხედვით. გემო? რა გემო აქვს, ხორისი გემო აქვს? ყველაფრის მწარეც და ტკბილიც. ანუ ეგ არის ზუსტად იმის უნარი, რომ მწარეც იგრძნო. იმიტომ რომ გრძნობებს ესე არა აქვს, რომ ტკბილი ვიგრძნო, მწარე არ ვიგრძნო, პოზიტივი ვიგრძნო, ნეგატივი არ ვიგრძნო. არ არის ესე. აი გაიხსენე ბავშვობაში, როგორი იყო ცხოვრება, მკვეთრად
ტკბილი. ჩვენ მკვეთრად მწარე. 90-იანებს ბნელს და ტკბილს ვეძახით. იქ მწარე არ ჩანს ხოლმე, არ იკვეთება, თუმცა ეს ნოსტალგია აფერადებს. ხო, წინა პოდკასტში მე და ლელი განვიხილეთ, რომ არა ის სიმწარეებიც, სადაც თვალი უნდა გავუსწოროთ და დავინახოთ, იმიტომ რომ ის არ დარჩეს გამოუკლევი, დაუკვირვებელი და მიღმა, რომელიც მაინც ადრე თუ გვიან ალბათ კი არა აშკარადაა, რომ ახდენს გვინდა თუ არ გვინდა, თუ დაუმუშავებელია ჩვენზე გავლენას. ასეა. კი, ზუსტად ეგ არის განსხვავება. ისევ თვით განვითარებაზე რო გიპასუხო, თუ შენ იტევ შენი ცხოვრებიდან, რომ თვალი გაუსწორო წარესაც და ტკბილსაც, ესე განვითარების გზაზე დგახარ. და თუ მხოლოდ ტკბილი გინდა, ეს ბავშვური მდგომარეობა. იქ დაიმჟავოთ ბავშვობაში გასაგებია. მაგრამ დიდი ადამიანისთვის აღარ არის ეგ ფუფუნება, რომ თუმცა ადამიანი თავისუფალია, რასაც უნდა იმას იზავს. თუ გინდა წარმოიდგინე, რომ ქვის ხანაში ხარ და კაცი გჭირდება, რომ გადარჩე. 100%-ით. ან შეგიძლია წარმოიდგინო, რომ მაკიაჟის გარეშე არავის არ მოეწონები და ასე შემდეგ. ბატონო, კი. ან თუნდაც თეთრი ჭაღარათმების. და ასე შემდეგ. კი, თავისუფლებაა რა. რაღაც არის ძალიან დიდი მადლობა ტაისო საინტერესო და სიღრმისეული საუბრისთვის. თუ კი მოგიწონათ ჩვენი პოდკასტი, შეგიძლიათ გამოგვიწეროთ YouTube-ზე და ასევე ზარის ღილაკს დააჭიროთ იმისთვის, რომ არ გამოგჩეთ ასევე სხვა საინტერესო ეპიზოდები, რომლებიც შეეხება ყველაფერს, რაც ინტელექტუალურ შემოქმედებით საქმიანობასთან არის დაკავშირებული. იქნება ეს ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება, ტექნოლოგიები, მეწარმეობა თუ ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ პოდკასტი იწერება პოდკასტ სტუდიაში სოლოლაკი. მომდევნო ეპიზოდამდე.